ისევე როგორც ეს იყო, დავიწყოთ. ისევე როგორც ეს იყო სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, როგორც ეთყობა ჯერჯერობით აგენტების რესურსი ბოლომდე არ არის მათი დავალების მიმცემებისთვის ამოწურული, ამიტომაც აქვთ სურვილი კიდევ გააგრძელონ მათთან ურთიერთობა, ბოლომდე გამოიყენონ შესაძლებლობები აგენტისა და მე როგორც ეს ჩვეულებრივად აგენტს და მის პატრონს ჩვევია მიუჩენენ ადგილს რომელიც არ იქნება საერთოდ აქტუალური არავისთვის. როგორც ეთყობა, გახარიას შემთხვევაც არის სწორედ ეს მაგალითი, ისე აქვთ გაწერილი ეს საჯამაგირო პროგრამა, რომელიც გახარიასთვის არის განკუთვნილი, რომ მან თავისი ფუნქცია უსამშობლო აგენტისა შეასრულოს ბოლომდე მოემსახუროს დავალების მიმცემებს. აქ რა თქმა უნდა არის კორუფციის ნათელი და აშკარა შემთხვევაც და ძალიან ცალსახა მაგალითი იმის თუ როგორ ხდება საჭიროებისამებრ აგენტის გამოყენება ისევე როგორც ეს მოხდა სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში. და ასევე აკინტობა შეეფარდა გიორგი გახარიას როგორც ოფიციალური საქმესთან დაკავშირებით, ასევე ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით და თქვენი შეფასებებია ამასთან დაკავშირებით ორივე ნაწილი რომ შევხვდეთ. საქმე არის ძალოვან სტრუქტურებში, ბრალიც ბუნებრივია პროკურატურის მიერ არის წაყენებული, ამიტომ ყველა დეტალი ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენთვის გახდება კიდევ უფრო მეტად ცნობილი ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის და ამ პროცესის წარმართვის თვალსაზრისით, თუმცა ერთი შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, ის რაც სტრასბურგის სასამართლომ დაავალა ქართულ მხარეს კიდევ უფრო კარგად გამოეძიებინა იმ კონკრეტული ღამით თბილისში რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენები და მონაწილეობა პირებისა, ვინც გასაბრძანება მომიტინგეთა მიმართ გამოყენებული იყო საშუალებები, სწორედ ამ პროცესს გამოძიების შემდგომი, ასე ვთქვათ, გამოკვლევის პროცესს მოყვა ის ბრალდება, რომელიც იქნა გახარიასადმი წარდგენილი. ამავდროულად ჩვენ ვიცით ჩორჩანას ეპიზოდი, ვიცით მოცემულობა, როდესაც საკმაოდ დიდი სოლიდური ტერიტორია ქართული მიწისა დღეს აღარ არის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ და ეს სწორედ მოხდა მას მერე, როდესაც გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ასე ინდივიდუალურად ყველასთან შეუთანხმებლად, როგორც ამას ჩვენ გამოძიებაც გვეუბნება, მიიღო გადაწყვეტილება, იქ აღემართა კონკრეტული ნაგებობა და ამით მან რისკის ქვეშ ჩააგდო იმ ნაბიჯით საერთოდ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, რამე თუ კიდევ უფრო მძიმე შედეგების შესაძლოა მოყოლოდა ამ ნაბიჯს. შესაბამისად ეს ორივე საქმე არის პროკურატურის გამოსაძიებელი, მათ ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არის საკმარისი იმისთვის, რომ ბრალი წაეყენებინა, ჩვენ უნდა დაველოდოთ ბუნებრივია საგამოძიებო ორგანოების შემდგომ გამოხმაურებას ამ თემასთან დაკავშირებით. ბატონო დავით, შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ გახარია არაფერებს ახლა საქართველოში ჩამოსვლას ამ ფონზე შესაძლოა თუ არა, რომ ეს წესრიგში დადგეს გახარიას ექსტრადაციის მოთხოვნა ქართულ მხარეს. გახარია გაქცევით რო არის ცნობილი, ეს ყველა კარგად ვიცით, ის გაექცა საკუთარ გუნდს, გაექცა სამშობლოს, გაექცა მორალს, გაექცა ყველაფერს, რასაც ერთი შეხედვით თანამდებობაზე ყოფნის დროს ის თითქოს ემსახურებოდა და ამავდროულად მან გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ გაემართლებინა მისი პატრონების იმედები. იმიტომ ახლა ნაკლებ წარმოსადგენია, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც უკვე მჟავდებული ადამიანები, უკვე განაჩენით დადგენილი დანაშაულის ჩამდენი ადამიანები, ასე თავისუფლად მიდიმოდიან ევროპულ დედაქალაქებში, იქნება ეს კეზერაშვილი, ადეიშვილი და ასე შემდეგ, ის რომ გახარიასთან მიმართებით ანალოგიური მიდგომა კონდეთ ევროკავშირში, ამაში გასაკვირი არაფერი არ იქნება. ფიშერთან დაკავშირებით კითხავთ, ჩვენ ნახეთ, რომ გაწევის შემდეგ ის დაბრუნდა საქართველოში და გუშინ მივიღეთ იმით აქციაზე, ერთ-ერთი აქციის მონაწილემ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ფოტო ფიშერის, რაც ნიშნავს, როდესაც იმ ყველაფრის შემდეგ რაც ხდებოდა ალტერნატივა გერმანიის ფონდა კითხული საქმიანობასთან დაკავშირებით, ამ ყველაფრის შემდეგ რა გვინდა და პირველი რაც გააკეთა, მივიდა აქციაზე, შეხვდა აქციის მონაწილეებს და ასევე ეს ადამიანი, ვინც გამოაქვეყნა მასთან ფოტო, არის ჩვენი ინფორმაციით ეკლესიის მაგინებელი. აბსოლუტურად
სამარცხვინო დამოკიდებულება საქართველოსადმი, ქართული ხალხისადმი, ქართული ეკლესიისადმი ის რაც გამოავლინა ელჩმა ფიშერმა, მას მერე რაც დაბრუნდა გერმანიიდან, ამაზე ჰქონდათ მსჯელობა გერმანიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ზოგადად მთავრობაში ფიშერთან ამას ავალებდნენ, რომ ჩამოსულიყო და ისე გაეგრძელებინა პრაქტიკულად დიპლომატიის საზღვრებს გაცდენილი და შიდა ტერორიზმთან აი ესეთი მხარდამჭერი და სოლიდარული ქმედება ეს იყო მიზანი მისი გაწვევის. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გავიგოთ, რას ფიქრობს საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიისა აი იმ ქმედებაზე, როდესაც ელჩმა ფიშერმა ვენის კონვენციის ყველა დანაწესის დარღვევით იქ ვიზიტი განახორციელა, მივიდა რუსთაველის გამზირზე, ფოტოები გადაიღო შიდა ტერორიზმში შემჩნეულ ადამიანებთან, იმათთან, ვინც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურს ახორციელებდნენ, მათ ვისთვისაც ეკლესიის გინება, პატრიარქის შეურაცხყოფა, ეგზარქოსის ძახილი არის ჩვეულებრივი საქმიანობის საგანი, მათთან პოზირება ეს არის ის სურვილი გერმანიის ხელისუფლებისა, რაც მათმა ელჩმა საქართველოში უნდა განახორციელონ, საინტერესოა პასუხები, რაზე ჰქონდათ ელჩთან საუბარი, როდესაც ის გაიწვიეს საქართველოში. აი ამაზე ჩაგეკითხა, ჩალოპაპოშმა თქვა ასეთი რაღაცა, რომ ვიდრე დაბრუნდებოდა ელჩი ფიშერი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკება, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია და მათ უთხრეს, რომ ელჩი ფიშერი შეწყვეტდა მსგავს აქციას, თუმცა ხედავთ, რომ არ შეუძლია. აი რა შეიძლება ნიშნავდეს ეს? შეიძლება თუ არა რომ მოქმედებს ინდივიდუალურად არ ითვალისწინებს, თუ აი რა იცით რა არის, ძნელი წარმოსადგენია, რომ ელჩი არ ითვალისწინებდეს იმ დავალებებს, რომელიც აქვს მას მიცემული მისი გამომგზავნი ქვეყნის ხელისუფლებისგან. მეორე მხრივ, ამ ადამიანის ქმედებას და ქცევას თუ დავუკვირდებით, შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ეს რაღაცა მხარდაჭერები, ის პერფორმანსები, რომელსაც ეს ადამიანი აწყობდა რადიკალებთან მიმართებით, გამოხატავდა რას მის პირად სურვილებს თუ გერმანიის ხელისუფლების განწყობას. გერმანიის ჩვენ გვაქვს იმედი და დღესაც ველოდებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, თუ რასთან აქვს ჩვენს ხალხს საქმე, არის ეს ქართული ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა გერმანიის ელჩის მხრიდან, თუ სხვა რა შეიძლება დავაბრალოთ ქმედება, რომელმაც დამერწმუნეთ, რომ აგაშფოთა ჩვენი საზოგადოება მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ქართული ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ადამიანებთან, მათ შეურაცხყოფელ ადამიანებთან, ასე ურცხვად იღებს ფოტოებს და პოზირებს გერმანიის ელჩი. ბუნებრივია, რომ ამაზე პასუხები გვაინტერესებს ყველას, აინტერესებს ჩვენ საზოგადოებას და იქნება ნამდვილად საინტერესო მოვისმინოთ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, გერმანიის ამოწყებიდან ის თუ რასთან აქვს ქართულ ხალხს საქმე. რამზიმე და სავალალო სანახავია ადამიანები ქართული პასპორტით, ამ დროს ყოველად უფლება აყრილნი ქვეყნის ფარგლებს გარედან, როდესაც ისინი პირდაპირ ახორციელებენ ცალფეხზე დგომის ინსტრუქციას, როგორ უნდა იდგენ ცალფეხზე, მაშინ როდესაც ქვეყნის ფარგლებს გარედან მათ მიუთითებს ბრიუსელის კონკრეტული ჩინოვნიკი იქნება ეს თუ რაღაც გარკვეული ძალა. ჩვენ ნახეთ, რომ ერთი სიტყვის წერტილმძიმის შეცვლის უფლებაც კი არ აქვს. აქაურ აგენტურას, როდესაც დავალებას იღებენ ბრიუსელიდან, ამავდროულად რაც მეტად ცდილობენ, თავი გაიმართლონ, მეტად ცდილობენ ამ აშკარად თვალსაჩინო მაგალითს გაექცნენ, რაც აგენტის სავალალო მდგომარეობას გულისხმობს, ისინი მეტად ავლენენ საკუთარ მონაწილეობას აი ამ მძიმე უსამშობლო საქმეში, რომელსაც ქვია
გარედან მიღებული დავალებების უსიტყვო შესრულება და პრინციპში ავლენენ და ასაჯაროებენ კიდეც იმ სახელს და გვარებს ალბათ სავარაუდოდ ვინც კონკრეტულად მიიღო დავალება, მიიღო წერილი, შემდგომ ამ უსამშობლოთა ბაბუში ჩაშალა და საბოლოო ჯამში საზოგადოებამ კარგად შეიტყო. კიდევ ერთხელ ეს საზოგადოებამ კარგად იცოდა აქამდეც, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ესეთი თვალსაჩინო ხელშესახები მაგალითები აგენტის საქმიანობისა და დავალების შესრულებისა კარგად ჩანს საზოგადოებისთვის, ამიტომაც კიდევ ერთხელ ჩვენმა ქვეყანამ უნდა გაიაზროს, რას ნიშნავს იყო ქართველი პასპორტით საქართველოს მოქალაქე და ამავდროულად თავიდან ბოლომდე ასრულებდეს სხვა ქვეყნის დავალებებს. ამ პოლიტიკურ შაპიტოს და სამარცხვინო ქცევას ადამიანისგან, რომელსაც ერთდროს საქართველოს პრეზიდენტი ერქვა, წერტილი დაესვა, წერტილი დაუსვა ბუნებრივია სახელმწიფომ იმ დასკვნიდან გამომდინარე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა და იცის საზოგადოებამ, რომ მჟავდებულ სააკაშვილს არაფერი ჭირს ისეთი, რომ მან სამედიცინო დაწესებულებაში მოიხადოს მსჯავრი და მისი ადგილი არის იქ, სადაც არის სხვა პატიმრების ადგილი პენტენციურ დაწესებულებაში. გახსოვს საზოგადოებას ძალიან კარგად ტყუილების კასკადი, ცრუ დემარშები ევროკავშირის ელჩისგან და სხვა ქვეყნების საელჩო და წარმომადგენლებისგან. ცდელობა პოლონეთიდან შემოსული ექიმების მიერ დნმ-ის მასალაც კი გაეტანათ ჩვენი ქვეყნიდან უჩუმრად იმისთვის, რომ შემდგომ უკვე მანიპულირება მოეხდინათ სააკაშვილის ჯანმრთელობით. ის რაღაც გამორჩეული მოვლენა მსოფლიო მედიცინაში, რომელსაც ქვია დემენციის ესეთი სასწაულებრივი განკურნება დემენციით შეპყრობილი ადამიანის. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დასმოდა და დაესვა წერტილი მის ყველა ჯავდებულის ადგილი სადაც არის, სადაც განუწესდა მას ჯავრის მოხდის ადგილსამყოფელი, იქ უნდა მოიხადოს დამნაშავემ, ამიტომაც რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ სამართლის აღსრულება და მეტი არა. 20 ნოემბრის აქციაზე კითხავ განსაკუთრებულია აუერთდება კითხავ. 20 ნოემბრის აქციაზე და 20 ნოემბრის დამთავრებულია შედარებით მასშტაბური აქცია, მათ შორის ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ეროვნულ მოძრაობა საზოგადოებას მოუწოდებს, რომ გამოვიდნენ და ახლა მნიშვნელოვანია მათი ხმა. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ ამ დღესთან დაკავშირებით, ან რა მასშტაბში შეიძლება გავიდეს ეს აქცია? ისევე როგორც ყველა დაანონსებული მასშტაბური აქცია სინამდვილეში რამოდენიმე ასეული ადამიანის რადიკალის თავშეყრად საბოლოოდ ჩამოყალიბდა და ეს საზოგადოებამ კარგად იხილა, მსგავსი ბედი ეწევა ყველა იმ აქციას, რომელსაც არ გააჩნია ყველაზე მთავარი რამ, სიმართლე და საზოგადოების მხარდაჭერა. როდესაც შენ მხარეს არ არის სიმართლე, წარმოადგენ უცხო ქვეყნის ინტერესების განმახორციელებელს და ამ ჭრილში შენი მხარდაჭერა საზოგადოებიდან არის მიზერული, ყველა ბაქიბუქი, ცდელობა, რაღაც საზოგადოება რაღაც ცალკეული ინფორმაციებით, ასე ვთქვათ, მომართო იმისთვის, რომ მეტი მონაწილეობა მიიღოს რაღაც კონკრეტულ აქციაში, დასრულდება ფიასკოთი. ესე დასრულდა აქამდეც, იგივე შედეგი ელის მათ. სიმართლე ამ შემთხვევაში არის ქართული ხალხის მხარეზე და ხელისუფლების მხარეზე. ამიტომაც ყველა მსგავსი ქმედება უსამშობლოებისა დასრულდება ფიასკოთი. დემოკრატიის მხრივ რომ ევროკავშირში არის სავალალო მდგომარეობა, ეს არის კიდევ ერთი ინდიკატორი, სწორედ ეს კვლევა, ამ კვლევის შესაბამისად ნათელია, აშკარაა, რომ ევროკავშირის ქვეყნების საზოგადოებები კიდევ უფრო მეტად ხვდებიან და აანალიზებენ იმ სავალალო მძიმე მდგომარეობას, რომელიც ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკების გამოისობით არის ამ ევროპულ ქვეყნებზე დამართული. სინამდვილეში ნელ-ნელა ხდება საზოგადოების გამოღვიძება და ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც მუდმივად არის ქართველი ხალხის მიმართ
სამწუხაროდ ბოლო პერიოდი, რამოდენიმე წელიწადი ევროკავშირის მხრიდან გამომდინარე ჩვენს შემთხვევაში, ჩვენს მოცემულობაში ვლინდება და ამ ყველაფერს სათანადო პასუხი ეცემა მაშინ, როდესაც უკვე თვითონ ევროპაშიც ძალიან კარგად და ნათლად ხვდებიან, რომ მძიმე მდგომარეობაშია დემოკრატია ამ სახელმწიფოთა გაერთიანებაში. ბატონო, დგება შოულებით ანგარიშს, სადაც საუბარი იქნება ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ამ მოვლენებზე, ამიტომ რომ გითხოთ, რა მოლოდინი გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ინსტრუმენტები ევროკავშირის ხელში ქართველი ხალხზე ზეწოლის, ქართველი ხალხის დაშინების ნელ-ნელა ილევა, მათ საბოლოოდ ხელში შერჩათ ის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს გააჩნია ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და სადაც ჩვენს ქვეყანას ერთი პუნქტიც კი არა აქვს დარღვეული და თუკი ამ ზეწოლას ჩვენ ქვეყანაზე ძალმომრეობას გააგრძელებს და მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს ევროსტრუქტურა, ბუნებრივია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მტრობაზე იქნება ევროკავშირის სინდისზე და მის კისერს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მიგაკითხოთ სავარაუდოდ უკვე შედგა შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მათ მნიშვნელოვანი ორი ქვეყნის შორის ჭიდრო კავშირი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო სომხეთმა და საქართველომ, ასევე აზერბაიჯანმა გააძლიეროს ერთობლივად რეგიონში ურთიერთობები, წინ წაწიოს რეგიონში მდგომარეობა, როგორც გავიგეთ, შეიძლება იყოს სამომავლო საერთო პროექტებიც დაგეგმილი და ერთად იზრუნონ ამ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაზე. თქვენ თავად რამდენად მნიშვნელოვანია ჭიდრო ურთიერთობა მეზობლებთან? საქართველოს გააჩნია სტრატეგიული ურთიერთობა მის უშუალო მეზობლებთან, ეს არის სომხეთი და აზერბაიჯანი. ჩვენ ყოველთვის გვქონდა გამორჩეულად პოზიტიური როლი ამ ქვეყანაში შორის მიმდინარე კონფლიქტთან მიმართებით და ამ კონფლიქტის მოგვარების საკითხში საქართველოს თავისი სოლიდური წვლილი შეიტანა. ჩვენთვის არის ძალიან სასიხარულო ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, მასთან ჩვენს დღევანდელ, ასევე ხვანდელ გეგმებსა და პოლიტიკურ მდგენელზე გვექნება ბუნებრივია საუბარი და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ერთობლივი მიდგომები მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან, რომლის სასაუბრო პლატფორმაც საქართველოს მუდმივად აქვს შეთავაზებული, როგორც აზერბაიჯანისთვის, ისევე სომხეთისთვის.